ჩვენთან არის ღმერთი. გულითადაც მოგილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს არის ხსენება ყველა წმინდანისა, ყოველთა წმინდათა კვირიაკი, ასე ეწოდება ტიპიკონის თანახმად. ეს დღესასწაული ტრადიციულად ებმის სულთმოფენობის დღესასწაულს და ყოველთვის აღინიშნება მარტვილიის მეორე კვირას, ანუ დღევანდელ დღეს. და რატო ასე? იმიტომ რომ ამით წმინდა ეკლესია მიგვანიშნებს იმაზე, რომ მოციქულებზე გარდამოსულმა სულიწმინდამ თავისი ნაყოფი აჩვენა, პირობითად რო ვთქვათ, და ჭყალებში რო ჩავსვათ სიტყვა აჩვენა. ის განღმრთობილი ადამიანები, რომლებიც მოღვაწეობდნენ ღვთისნიერად, მარტვილიის შემდგომ აგერ წარმოჩენილები არიან უკვე. განღმრთობილობა ადამიანების სულიწმინდის მიერ. სულიწმინდის ნაყოფები არიან ესენი. და ჩვენს ეკლესია გვეუბნება, რომ მსგავსად ამ წმინდანებისა, ჩვენს შეძლების დაგვარად გამომიღოთ ის ნაყოფი, რომელიც 50-ე დღეს აღდგომიდან მოხდა ჯერ მოციქულებზე და შემდგომ უკვე მთელ ეკლესიაზე. აი შესაბამისად ამ დღესთან იკითხება სახარებიდან, მათე სახარებიდან ხანდახან რთულად გასაგები ადგილი. ასეთი სიტყვებია მოცემული მაცხოვრის მიერ. ყოველი რომელი აღიარებდეს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა. რომელსა უყვარდეს მამაი, ანუ დედაი უფრო ის ჩემსა, არა არჩევდა ღირს. რომელსა უყვარდეს ძეი, ანუ ასული, უფრო ის ჩემსა, არა არჩევდა ღირს. რომელმან არა აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, არა არჩევდა ღირს. და გრძელდება მერე შემდგომი პეტრეს შეძახილი და ასე. რა სიტყვებია, როგორ შეიძლება ასეთი რამე ღმერთმა განკაცებულმა თქვას? ნუ თუ სიყვარულობას გვასწავლის უფალი? ამ დროს ჩვენ ვკითხულობთ, რომ მეათე 10 ცნებათა შორის მეხუთე არის ასეთი: გიყვარდეს მამაი და დედაი შენი, რაითა დღეგრძელიყო, რაითა კეთილი გეყო შენ და დღეგრძელიყო ქვეყანასა ზედა. ესე იგი, ძველად თქმაში ერთია ნათქვამი, აქ თითქოს საპირისპირო და მეტიც. პავლე მოციქული ამბობს ასეთ სიტყვებს: ვისაც თავისი ახლობლები და მით უმეტეს სახლეულნი არ უყვარს, ის წარმართზე უარესია. და ამ დროს მაცხოვარი ამბობს, უკე თუ უყვარდეს მამაი და დედაი, ძეი და ასული უფრო ის ჩემსა, არ არჩევდა ღირს. რაზეა საუბარი აქ? გაუგებარი ნამდვილად, ხშირად ჩვენს მიერ და ამას უყურადღებოდ ტოვებთ ხოლმე როგორც წესი. სინამდვილეში აქ არის ასეთი რამ, ჯერ დასკვნა ვთქვათ და მერე შეძლების დაგვარად ვისაუბროთ ამაზე. მაცხოვრის სიტყვების გზავნილი, დასკვნითი გზავნილი არის ასეთი: მე თქვენ მეწოდებით, ადამიანებო, მე თქვენ მეწოდებით და მინდა რომ მოწყალება გავიღო თქვენზე. ეს რა მოწყალებაა? სად არის მოწყალება აქ?
მოწყალება მე ვიცი, პურს რომ მაჩუქებ, ფულს რომ მაჩუქებ, სახს რომ ამიშე, ეს ვიცი მოწყალება მე. ეს რა მოწყალებაა, რასაც ღმერთი ამბობს. ეს რა მოწყალებითი სიტყვებია. სინამდვილეში ღმერთს რომ ვეცოდებით, გამოიხატება სიტყვებში, აი ამ სიტყვებში, რატო? იმიტომ რომ თუ კი შენ კერპს ქმნი შენი ოჯახისგან, მნიშვნელობა არ აქვს, ქმარი იქნება, ცოლი იქნება, შვილი იქნება, შვილები იქნება, თუ დედმამა იქნება. თუ კი ეს ადამიანები, ან საკუთარი თავი, ეგოისტი როცა არის ადამიანი, ეს უფრო საშინელი მდგომარეობაა. მაგრამ როდესაც ეგოისტი არ არის კაცი, აქ ეგოიზმზე საუბარი არ არის. თუმცა ხანდახან და ხშირად მშობლებს შვილები კი არ უყვართ, თავიანთი თავი უყვართ მათში. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს. მე იმიტომ ვარ კარგად, რომ ის არის კარგად, რომ მე დავინახო, რომ ის კარგად არის. მაშინ მშვიდათა ვარ. მე მინდა მაშინა ვარ კარგად, ჩემ ჭკუაზე რო დადის ეს. აი მაშინ კარგათა. ანუ მე მასში ჩემი თავი მიყვარს. ეს საშინელი მდგომარეობაა. ეს მეორე მდგომარეობაა. როდესაც ეგოიზმი არის შეფარული, შემალული. თითქოს გიждდება შვილზე, მაგრამ თავისი თავი უყვარს მასში. ეს კიდე სხვა ავადმყოფობაა შეიძლება ითქვას. მაგრამ დაუშვათ ესეთი მდგომარეობა არ არის. აი მართლა უყვარს არა საკუთარი თავი მასში, არამედ მართლა უყვარს და ყველას გვიყვარს. ანომალიაა თუ არ გიყვარს შენი შვილი. მაშინ ავადმყოფი ხარ ადამიანი. ამიტომაც მოიყვანა მაგალითად ეს სიტყვები. ასეთი ადამიანები დაასახელა მაცხოვარმა. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ჩვენ ცხოვრ ვინ არის? მშობლები, რა თქმა უნდა, და მერე შვილები. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები. აი ეს ადამიანები თქვა და როგორი ფორმულირება ჩამოვა, ვისაც უყვარდეს მამაი ანუ დედაი, ძეი ანუ ასული, უფრო ის ჩემსა, ჩემი ღირსი არ არის. ანუ სხვაგვარად რო თქვათ, ცოდო ხარ ადამიანო, თუ მაგ დღეში ხარ, ღმერთის ნაცვალი თუა ის. შვილი ამ შემთხვევაში, რო არ გავავრცელოთ ახლა ბევრ ადამიანზე. რატო ხარ ცოდო? რატოა მოწყალებითი სიტყვები ეს? იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის დროებითი. შენ ღმერთად რო გიღიარებია შენი შვილი, ის ხომ მოკვდავია ეს ადამიანი, ის ხომ მარადიული არ არის. ღმერთმა დაიფაროს ყველა მშობელი და შვილი, მაგრამ ხომ მიდიან. და ამ დროს ადამიანს, მშობელს აქვს მთელი იმედი თავის შვილზე, ღმერთის ნაცვალია, კერპია მისი. და წაერთვა, აღარ აყავს. ან მეორე მდგომარეობა. ის იმედები, რაც დაამყარა შვილზე, დედამ ან მამამ, საერთოდ შეიძლება არ აღსრულდეს იმ ადამიანის მიერ. ანუ იმედი დაეკარგოთ, რაც ჩადეს მშობლებმა თავიანთ შვილში. და მეტი ჭკუა არ აქვთ, ღმერთის ნაცვალია ეს. პატარა ღმერთუნა, რომელსაც მთელი ბებო, ბაბუები და მშობლები ეთაყვანებიან. აი მაშინ მაცხოვარი ამბობს. აი როდესაც ასეთი იმედით ხართ თქვენ ახლობლებისადმი, რომ ღმერთი კი არ გინდათ, მარადიული ვინც არის და ერთადერთი ნუგეშის წყარო და ერთადერთი იმედის წყარო ღმერთი რო უნდა იყოს შენში და შენთვის. შენ მის ნაცვლად მშობელი მამა, მშობელი დედა, შვილი, ძე ან ასული დააყენე და იცოდე, რომ ცოდო ხარ,
იმიტომ რომ ის იმედი საერთოდ არ აღსრულდება. შეიძლება 100%-დან შეიძლება 10% აღსრულდეს, რაც შენ გინდოდა შენი შვილისაგან. შენ გინდა რომ სულ იყოს შენი მშობელი, მაგრამ არ იქნება. სულ გინდა რომ შენი შვილი იყოს, მაგრამ ვერ იქნება. და არ მოტყუდე, თავიდანვე იცოდე ეს, რომ ნუ დააყენებ ნურც ერთ ადამიანს ჩემზე წინ. იმიტომ რომ ის ნუგეში ვერ იქნება შენი. ის პირობითი ნუგეშია. ის ბუნებითი იმედი ვერ იქნება შენი. პირობითი იმედია კი? მეორე ღმერთი პირობითად რო ვთქვათ, კი, შეიძლება, რა თქმა უნდა. პირობითი გაგებით ღმერთი რატოა შვილი ჩვენი? იმიტომ რომ ამათვის ვშრომობთ ჩვენ. ამათვის ვწვალობთ მთელი ცხოვრება. და ეს სწორი გაგებაა. აბა რისთვის უნდა იცხოვრო ადამიანმა? თუ კი შენ იერარქიული დაყოფა გაქვს სიყვარულისა. ის სიყვარული თუ შენ შეცვალე და არასწორ ხარისხში დააყენე, აი მაშინ ხარ ცოდო. ქაოტური ხარ და მაგიტო და ეს ქაოსი გრძნობითი სიყვარულის მიერი, არასწორი სიყვარულის მიერი დაგტანჯავს და ჩვენ ხო ვიცით, რომ სიყვარული ყველაზე დიდი მტანჯველია ადამიანის. სიყვარულს ცეცხლი ეწოდება, ალი ეწოდება. ძველ საბერძნეთში სიყვარულის ღმერთს ეროსი ერქვა, ეროსი. ვნებისმიერი, ანუ ლტოლვისმიერი ღმერთი გამოიგონეს, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ დამწველია სიყვარული. ტრფიალებად ითარგმნება ეროსი ქართულად. აი ეს ტრფიალება თუ გაქვს ღვთისადმი კი არა. არამედ ტრფიალება არის ადამიანისადმი. ეს ადამიანი წარმავალია. ვერ იქნება შენი იმედი. და რამდენი გვინახავს და რამდენს დავინახავთ, რომ უნუგეშუა ადამიანი. დაკარგა მშობლები, უნუგეშუა ადამიანი. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ შენ არ უნდა წუხდე თუ რაღაცა დააკარგე და ვიღაცა წავიდა. ამაზე არ არის საუბარი. ადამიანები ვარ ჩვენ. გრძნობითი მხარე ძალიან ძლიერია ჩვენში. აი ძლიერი რომ არის და დამწველი და დამანგრეველი რომ არის, ეს ჩვენზე კარგად ღმერთმა იცის. მისი გაჩენილები ვარ და მაგიტო. და ამიტომ გვეუბნება რომ მეწოდებით. მოწყალებითი სიტყვები მინდა გასწავლოთ. დაალაგეთ სიყვარულის მიერი დამოკიდებულებები. თუ სწორად ვერ დაალაგებთ, თავიდანვე თუ არ მიეჩვევით ამას, როცა დადგება დღე და ეს დადგება ვეღარ გაუძლებთ. დაინგრევით. რატო? იმიტომ რომ ნუგეში იქ ქონდათ, იმედი იქ ქონდათ, სიყვარული და მარადიულობა გეგონათ იქ, სადაც იყო მისი ნაცვალი. სადაც არ იყო საერთოდ ის. აი ეს არის გზავნილი მაცხოვრისა. ყველაფერი თავის ადგილზე. მშობელი, შვილები. უსაყვარლესი ხალხი ადამიანის ცხოვრებაში. ამაზე დიდი ადამიანები არ არსებობენ. აი ამიტომ გამოგვიგზავნა ასეთი მკაცრი და რეალისტური გაფრთხილება. ჩემსა უფრო ის ნუ შეიყვარებთ. ვერ განუგეშებენ. და შეიძლება დღეს თუ არიან, ხვალ აღარ იყვნენ. და ვისი იმედი უნდა გქონდეს? ფსიქიატრისა, რომელიღაც ადამიანისა, მეგობრისა, სუტყუილებია ეს ხო ვიცი ჩვენ. მანუგეშებელი ბუნებითი
არის ღმერთი. ამიტომაც ამ სიტყვებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. და კი არ უნდა აუაროთ გვერდით, რომ რაღაცა ვერ გავიგე ან ვერ გავიგე, მაგრამ არასწორი თქვა ახლა ღმერთმა რაღაც. არის ის. მე ხო ვიცი კაცო, ჩემი შვილი ყველაზე მეტად მიყვარს. ღმერთს განკაცებულ ღმერთს შვილი არ ყავდა. ხო ვიცი ჩვენ. ცოლი არ ყავდა შვილი, საიდან იცის ახლა მან შვილის სიყვარული? მე ხო შვილები მყავს. აქეთ მე ვასწავლი რა არის შვილის სიყვარული. და აქ მეუბნება ჩემზე მეტად არ გიყვარდეს. და სინამდვილეში მილიარდობით და მილიარდობით ადამიანი მისი შვილია და იცის რაც არის ეს. ძალიან კარგად და გვაფრთხილებს. არავინ ღმერთის ადგილზე არ შეიძლება იყოს. იქნება ღმერთს კი არ დაუშავდება. დაიტანჯები, დაინგრევი და დაიწვევი. სიყვარულის მიერ. და ადამიანები სუიციდამდე მიდიან ამის შედეგად. იმიტომ რომ არ იციან გამოსავალი. სად არის? ვისთან არის? სად ვეძებოთ? დაგლოცოთ ღმერთმა და პირველ რიგში ჩვენი ცხოვრების პირველი ადგილი ყოველთვის იყოს ღმერთი. და მერე უკვე თავისთავად ყველაფერი დალაგდება. რა თქმა უნდა. ჯვარი გეწეროთ, იცოცხლეთ.